რატომ კეთდებაო ეს აბორტებიო, რატო იზრდებაო რაოდენობაო, თუ მარტო ეს მძიმე ცოდვა არისო რა. მაგალითად მარტივი პასუხია კაცო. სახელმწიფო დონეზე არის პროპაგანდა. სახელმწიფო დონეზე პროპაგანდა მუშაობს და დააკვირდით. 90% არიან ახალგაზრდა ქალბატონები, ვინც იკეთებენ აი ამ საშინელებას. ახალგაზრდა ადამიანის გონება, რასაც ჩაშიჩინებ, ხო და რასაც 24 საათის განმავლობაში ელაპარაკები, მოწყვლადია უფრო მეტად. იმიტომ რომ მას ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს, მასზე უფრო დიდთან შედარებით არანაირ ასპექტში. ეს ერთი, მეორე. გადაგიშვილის განცხადება იყო შემდეგი რამე. ესე იგი, ჩვენ კი ბატონო მორალურად უნდა იზრუნოს ეკლესიამ, რომ ეს აბორტის მნიშვნელობა განიმარტოს საზოგადოებაშიო. ეკლესიას შეახოცა ხელი რა აი ამან. ხო და პირდაპირ. parallelურად რომ აბორტების საკრძალვაო გამოიწვევსო რიგ პრობლემებსო. ბიჭო, შენ თუ კანონდებელი ხარ, რაზე დაფუძნებით წერ კანონს? საკაცობრიო გამოცდილებაა ზოგადად რომ მორალზე დაფუძნებით იწერება კანონი. აი მაგალითად, არაკაცკლა, არ მოიპარო, არ გააუპატიურო. ხო? ეს ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებულია, რელიგიურ მორალზეა დაფუძნებული, მუსლიმებიც მაგას ამბობენ. ძირითადად კანონები რაც არის მიღებული არის რელიგიურ მორალზე დაფუძნებული. რატომ იცი? რელიგიის გარეშე ადამიანი არის ჩვეულებრივი დაუნდობელი არსება. რაღაცა მორალი თუ არ გააჩნია მას და რაღაცა უზენაესისადმი არ გააჩნია წმენა, ადამიანი არის ყველაზე დაუნდობელი არსება დედამიწაზე. და ამას კიდევ მოწმობს ძალიან ბევრი ფაქტი. შენ როცა კანონდებლის სტატუსი გაქვს და იძახი მორალურად ეკლესიამ უნდა იზრუნოსო, რომ ხალხმა შეიგნოს, რომ აბორტი ცუდიაო, მაგრამ მე ხელები დამიბანეია პილატესავითო. შენზე მოდის ორმაგი შეკითხვა რა. პირველი, შენ რომ ქრისტიანობაზე დებ თავს, რანაირ ქრისტიანი ხარ? როცა სამებაში ვახტანგ გორგასლის შუბებისავითო დაიჭერე ხოლმე კელაპტრებს, კახის თქმისა არ იყოს და მეორე, ქრისტიანი ხარ, აი შედალოცვილო, ეხლა ხო ხვდებით რანაირ კონტექსტში დავდალოცვილ. თუ ქრისტიანი ხარ, მორალურად რაზე დაფუძნებულ კანონს იღებ თუ არა ქრისტიანობაზე. მაგრამ მანდ არის მარტივი პასუხი. შენ ხარ ჩვეულებრივი ნეოტროცკისტი ლიბერალი, მორჩა. რომელიც სათავეს იღებდა ჰუმანიზმიდან, ეს საფრანგეთის რევოლუცია რო დაიწყო. ჰუმანიზმი ეს არის პირდაპირ ღვთიური ცნებების ჩანაცვლება ადამიანურით. მაგის შემდეგ ყველაზე დიდი გამოვლინება 20-იანი წლების საბჭოთა კავშირში იყო მაგის ტროცკის დროს და ლენინის დროს. როდესაც ნუდისტური კანონი მიიღეს აბორტებზე კანონი, მიიღეს ეს ვითომ ქალთავ ეს 8 მარტირს რო აღნიშნავენ ეს ვარდების პლანტაციები რო არ ყოფნით ხოლმე, ვარდების დასაკარებად. ვინ დაარსა, იცით საერთოდ ეგ 8 მარტის დღესასწაული, ვისი საპატივსაცემოთ აღინიშნება, რა ვიცი, თქვენ რო ძალიან თქვენ რო ურათი მაინც თუ აქ ნანახი იმ ქალისა ის დეკლარაციეთკინი ლესბოსელი იყოს აი თქვენთვის რო ბნელი წარსულია, აი ლენინის საბჭოთა კავშირის პერიოდში მოღვაწე ლენინის დაქალი. ქუჩა ქონდა. ხო, თბილისში ქუჩა ქონდა, კრასნოიარსკის ქუჩა ქონდა თბილისში. ხო და უყურე აი ეს ნეოტროცკისტული ლიბერალური გამოვლინებები არის დღევანდელ მთავრობაში, იმიტომ რომ საიდანაც არიან აღმოცენებულები. ხო, რავი, ეხლა ხე ნაყოფითი იცნობა, ხო? ეხლა პირდაპირ თქვა კაცო ქართულმა ოცნებამ. ჩვენო ბავშვების სკოლასო რავი, წვანეს აუნთებთ, რომ თქვენო თავში ქვაგიხლიათ მუცელში სამართებელიო რა. აი, სულ არ გვაინტერესებს თქვენი რაღაცა აღშფოთებები რელიგიური და ისო. დიდი 4 წელიწადში ერთხელ გავიხსენოთ ეკლესიაო და კელაპტრებით მოვიდეთ თუ არჩევნების წინო და პატრიარქის გვერდზე გადავიღოთ სურათებიო. აი, ეგ გვითხრეს. მაგრამ ხაზი გაუსვა რომ არც განიხილებაო, არ გგონიაო რომ მომავალში კანონის დონეზე არ განიხილებაა. ეგ თქვენი საქმეაო, კაცო, ეკლესიისო და პირდაპირ შეაქოსა ხელი რა, წარმოიდგინეთ ახლა ციტავხედის ხარისხი. ხარისხოვანი ადამიანებიო და თქვენ ვაგერო თქვენმა ეკლესიამ
გიკითხოთ ლექციებიო. აი ეგ თქვა კაცო. ეგ თქვა. და მამაოს ერთ რამეს ჩავუსწორებ რა. კი არ აინტერესებს. დაინტერესებულია რომ ერი არ გამრავლდეს ეს თავრობა აქ. მაგარ გამომწოვე ძალიან და მე გავაკეთე მართლა ესე. და მიწირო მაგაზე რომ